სამთავრობო არხებზე მუშაობენ, ჯერაც მუშაობენ ეგრეთ წოდებული ინტელექტუალი ჟურნალისტები, რომლებსაც მართლაც ბევრი იმ ჟურნალისტისაგან განსხვავებით, რომლებიც მუშაობენ ამ სამთავრობო არხებზე, 2 არა 4 არა 40, 41, 82, 164 წიგნი მართლაც აქვს წაკითხული. ეს ადამიანები ჩემი მოსაზრებით იმისადა გამო რომ არიან კომპრომისზე კი არა, კომპრომისზე წასულები კი არ არიან, არამედ კონფორმიზმზე არიან წასულები, კონფორმისტები არიან, ჩემი მოსაზრებით გაცილებით უფრო ასე ვიტყვი, ცუდები არიან, საშიშები არიან ქართული საზოგადოებისათვის, ვიდრე ის პირები, რომლებსაც მართლა ტომ სოიერის თავგადასავალის გარდა არც არაფერი ისის არასრულად აქვს წაკითხული. დიახ, ამ ადამიანებმა იციან, რომ მაგალითად, ტომ სოიერი ვახსენეთ, მაგალითად იმ ადამიანებმა, ინტელექტუალებმა, იციან მაგალითად, რომ მარკ ტვენის ნამდვილი სახელი და გვარსახელი იყო სამუელ კლემენსი. ვერ მიედავები, მართლა სამუელ კლემენსი იყო და თუ მეორე ჯგუფმა, უმრავლესობამ ტომ სოიერი ვერც დაამთავრა, ან თუ დაამთავრა ჰეკლბერი ფინის თავგადასავალზე არ გადავიდა, ასე მაგალითად რომელიმე ინტელექტუალს რომ ესაუბრო მაგალითად თომას მანზე, ან ემილ ზოლაზე, ან დოსტოევსკიზე, ან ამერიკულ ლიტერატურაზე, ფოლკნერზე, მაგალითად ისინი კი ძალიან კარგადაც ისაუბრებენ, მაგალითად ფოლკნერის ხმაური და ჯვინვარებაზე, ასე მაგალითად. ანუ მცოდნეები არიან მეთქი, მაგრამ კვლავ ვიმეორებ, ეს არის სწორედ მადასტურებელი იმისა, რომ ერთის მხრივ მცოდნეები მუშაობენ სამთავრობო არხებზე და რას არ ყვებიან აპლომბით, რას არ გვიამბობენ ქედმაღლურად, რას არ ასაბუთებენ მცოდნეები, რასაკვირველია ამ სხვა შემთხვევაში სხვა რომელიმე ავტორისა და მოდი ასე ვიტყვით უგნებავთ, ხო, ბევრი ავტორისა, ბევრ წიგნ წაკითხულები. გვარების დაუსახელებად არც მოვატრიალებთ თქვენი ნებართვით ტელევიზორს, არა ტელეფონს და არ გაჩვენებთ ამ ჟურნალისტს, მაგრამ ამ ჟურნალისტის ბოლო გადაცემის ანონსს კი მოგასმენინებთ და გეტყვით ვინც არის, ვისი ხმაც ისმის, მოგასმენინებთ მეთქი და ყველა სიტყვაზე გავჩერდები იმ რესპონდენტისა, იმიტომ რომ ავტორის ხმა რამდენადაც მახსოვს არც ისმის. დავიწყოთ. როდესაც ასეთი კატასტროფაა სამყაროში, მორატორიუმი უნდა გამოაცხადო პატარა ქვეყანაში ერთმანეთთან ძიძგილაობაზე. სწორი აზრია, ავტორი არის, მეორედ ვახსენებ, ბოლო პერიოდია, ავტორი არის ზურაბ ირაკლის ძე, აკადემიკოსი ირაკლი აბაშ, პოეტი აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძის შვილი, დიპლომატი ზურაბ აბაშიძე. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, დიპლომატი, რუსეთში და არა მხოლოდ რუსეთში ნამუშევარი კაცი, რომელიც იმედის ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობას მიიღებს 14 დეკემბერს 16 საათზე. ამ გადაცემასაც არ დავასახელებ, არათუ ავტორს დავინდობ ამ შემთხვევაში. სწორი ბრძანებაა ბატონი ზურაბა მიზესთა გამო, ინგამ შემისწორა. მიზესთა გამო არ დავასახელებ, ინგამ შეავსო, ჩემი ნათქვამი, მიზესთა გამო არ დავასახელებ. სწორი ბრძანებაა ბატონი ზურაბ აბაშიძისა, პატარა ქვეყანაში უნდა გამოაცხადო, როგორ ამბობს, კინკლაობაზე თუ ძიძგილაობაზე. კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ, მოდის ვიხდი. როდესაც ასეთი კატასტროფაა სამყაროში, მორატორიუმი უნდა გამოაცხადო პატარა ქვეყანაში ერთმანეთთან ძიძგილაობაზე. ერთმანეთთან ძიძგილაობაზე მორატორიუმი უნდა გამოაცხადო პატარა ქვეყანაში, როდესაც ესეთი კატასტროფაა მსოფლიოშიო. ზურაბ აბაშიძე. მართალი ბრძანებაა მეთქი, არ ვაჭარბებ, ვაქებ, ხო არ შემიქია პრაქტიკულად არასოდეს ზურაბ აბაშიძე, მაგრამ მოდი სხვანაირად დავსვათ საკითხი. ვინ არ გამოაცხადა მორატორიუმი ძიძგილაობაზე, უფსკრულის გაღრმავებაზე, ერთი ნაწილის მიერ მეორე ნაწილის დაჩაგვრაზე, ვინ არ გამოაცხადა ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ, რომლის
დიდი ნაწილი საპატიმროშია, საზოგადოებამ, რომელიც აკრიტიკებს ხელისუფლებას, კი არ ძიზგილაობს, არამედ აკრიტიკებს ხელისუფლებად წოდებულ ბანდას, უბრალოდ ხელისუფლებას, ასე ვიტყვი, არ მაქვს პრობლემა ამ შემთხვევაში, თუ უმრავლესობაში ძალით დამკვიდრებულმა, დარჩენილმა პოლიტიკურმა, რეალურად კი ბანდიტურმა ჯგუფმა, ქართულმა ოცნებამ, რომელმაც საპატიმროებში გამოამწყვდია არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ სინდისის პატიმრები, მათ შორის ბატონი აბაშიძის ნაცნობები და ამ გადაცემის ავტორის ნაცნობები, ან ოჯახებს იცნობს ამ გადაცემის ავტორის სულ მინიმუმ ნაწილს, ასაკვირველია, თბილისელებს, ეგრეთ წოდებულებს, მისი ფართო და ძალიან ფართო სანაცნობოდან ეს კითხვა დავსვათ. მაგალითად, არ იცნობს მაღალი ალბათობით არც ბატონი ზურაბი და არც ავტორი ამ გადაცემისა არ ვასახელებთ. მაგალითად მზია ამაღლობელს, მაგრამ ხომ გაუგია მის შესახებ ჟურნალისტია, სხვა თუ არაფერი, ერთი სიტყვა წარმოუთქვამს თუ არა ავტორს კი არა ბატონ ზურაბ აბაშიძის თუნდაც მზია ამაღლობელის, ზვიად რატიანის, ანდრო ჭიჭინაძის, სხვათა და სხვათა თბილისელთა, თუ მაინც და მაინც ასე უნდა დავყოთ, და არა თბილისელთა დასაცავი. გამოაცხადა თუ არა მორატორიუმი ბანდა ხელისუფლებამ სხვათა დაჩაგვრაზე, ზიზგილაობაზე, კინკლაობაზე და ასე შემდეგ და ვის მიმართავს ბატონი აბაშიძე. მთელ გადაცემასაც არ ნახავ, მარტო ანონსის მიხედვით ვიმსჯელოთ. მთელი გადაცემა რამდენიმე დღეშია. ვის მიმართავს ბატონი აბაშიძე? და ხომ არ არის უპრიანი, რომ მან შეარჩიოს ადრესატი, ზუსტი, სადაც თუ ვისთანაც ის მუშაობდა წლების განმავლობაში მრჩეველი იყო, საგარეო ურთიერთობების, რუსეთთან ურთიერთობების თვლად ზუსტი რომ იყო საკითხებში, ხომ არ არის უპრიანი, რომ ბატონო აბაშიძემ მიმართოს მის მეგობრებს პოლიტიკურ იმ პარტიას, იმ ლიდერებს, რომლებიც მართავენ დღეს ქვეყანას. მეორე პასაჟი, რომელშიც ან დავეთანხმებით ან არა, არ მახსოვს, მე უკვე სხვა პასაჟებს გადავალთ და მე ერთი შეთავაზებაც მექნება ბატონ ზურაბ აბაშიძესთან. სად ვარ დღეს აი მსოფლიო სად არის? ვარ ჯუნგლებში. პრინციპულად ვეთანხმები, კატასტროფა მორღვეულია მთლიანად. მსოფლიოს უსაფრთხოების წესრიგი, მსოფლიოს დღის წესრიგი, ღირებულებათა სისტემაც, ჯუნგლებისში თუ არა ვართ მაინც და მაინც თუ ესე უმძაფრესად თუ არ უნდა შევაფასოთ, ჯუნგლებისაკენ, ფიგურალურად რომ ვთქვათ, რასაკვირველია მიდის მსოფლიო. არა მხოლოდ რომელიმე ერთი რეგიონი, ახლო აღმოსავლეთი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები და ასე შემდეგ, ევროპა, აზია, ცენტრალური აზია თუ ასე შემდეგ, აგე ოკეან გაღმაც კი, თლად ჯუნგლები ალბათ არასწორი სიტყვა, მაგრამ ღირებულებათა სრული რღვევა თუ ამას გულისხმობს და ალბათ ამას გულისხმობს დიპლომატი ზურაბ აბაშიძე. კვლავ ვიმეორებ, აი მეორე თეზა, მე ვეთანხმები ბატონ ზურაბ აბაშიძეს. ისევ ბოდიში ამასობაში ხმა გაიპარა, არ მეგონა გულახდილად კეთქვით ავტორისა, მოდი ჩაუწევ თქვენის ნებართვით, რომ იდენტიფიცირება არ მოხდეს და აქ მე მგონი უკვე პასუხი ისმის უწიოდ ხმას. ჭრის ისი იმედი შეიძლება ჰქონდეს საქართველოსო, ეს არის კითხვა და პასუხი არის ამგვარი. იმარჯვებს ის, ვინც მასში არ მონაწილეობს. ომში იმარჯვებს ის, ვინც, მოდიში ხო სწორია. საქართველოს მაინტერესებს. ომში იმარჯვებს ის, ვინც მასში არ მონაწილეობს. ძალიან კარგი პასუხია, როგორც მცდარი პასუხია, გულახდილად გეტყვით და მიმართავ ბატონ ზურაბ აბაშიძეს, ჩემზე ბევრად გამოცდილ ადამიანს მე დიპლომატიაში გამოცდილება არ აქვს. მას ცხოვრებისეული გამოცდილებაც აქვს, ბევრად მეტი, ბევრად დიდი ვიდრე მე მაქვს და ასე შემდეგ. იბოდიშებთ იმის გამო, რომ ავტორის ხმა გაიპარა ბევრმა თქვენგანმა, მაღალი ალბათობით იდენტიფიცირება მოახდინა ამ ავტორისა, რომელიც რატომღაც ბარემ ვიტყვი მაშინ თუ ეს ასეა, ხო, რატომღაც არ იწვევს ზურაბ აბაშიძისაგან განსხვავებული აზრი, ვისაც აქვს იმგვარ დიპლომატებს, იმგვარ პოლიტიკოსებს, იმგვარ ექსპერტებს, იმგვარ არასამთავრობო ორგანიზაციების იმგვარ წარმომადგენლებს, იმგვარ ჟურნალისტებს. მე მომიწვიოს, უნდა დავასახელო ახლა. მე მომიწვიოს ქალბატონმა ზაგარეიშვილმა, თამარ ზაგარეიშვილმა, რომელიც იმედზე
რომელსაც მიხავს იმედზე გადაცემა. ცხადი ამას არ იზამს. მე აქეთ ვეპატიჟები. თუ გნებავთ, თუ უნდა, ჩემს საავტორო გადაცემაში, იცის როგორ უნდა დამიკავშირდეს, სხვა თუ არაფერი მოახერხებს, რომ მოიდობოს. მე როცა იტყვის, ყოველ კვირას მაქვს გადაცემა, ყველა სხვა რესპონდენტს გავაუქმებ, მოვიდეს, არა მხოლოდ ქალტულ საგარეიშვილს მიმართავ, ბატონ ზურაბ აბაშიძესაც მიმართავ, ოღონდ მასთან დაკავშირებით დამატებით ოფერს, დამატებით წინადადებას. მე კიდევ გავაკეთებ ამ ჩემი ვიდეო ბლოგის მიწურულს და ეხლა დავუბრუნდეთ ბატონი აბაშიძის ამ განცხადებას. ომში იმარჯვებს ის, ვინც ომში არ მონაწილეობა იქნება ჩვენთვის ყველაზე დიდი გამარჯვება. გასაკვირველია ბატონო ზურაბ. ომში პირდაპირ მნიშვნელობით ომში არ მონაწილეობა იქნება ჩვენთვის ყველაზე დიდი გამარჯვება. თქვენ მაღალი ალბათობით ასეც არის. გულისხმობთ კონვენციურ ომს. რასაკვირველია, საქართველოს ტერიტორიაზე ომის ექსპორტი არ შეიძლება რომ მოხდეს, მაგრამ ბოლომდე მართალია კი ეს ცნება, ეს განსაზღვრება, ეს აზრი 2000-იანი წლების, 10-იანი წლებიდან 2015-დან 16-დან ნატომ და ეს კაცი ნატოშიც მუშაობდა. ამდენადაც მახსოვს და არ მინდა შემეშალოს და არ მეშლება. სხვაგანაც მუშაობდა როგორც დიპლომატი, მაგრამ მათ შორის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, საქართველოს მისიაში. გადავამოწმებ ახლა. ნატომ თქვა, რომ ომი აღარ არის მხოლოდ კონვენციური ომი, ანუ შეიარაღებული დაპირისპირება ქვეყანებს ან ქვეყანათა ჯგუფებს შორის, ქვეყანებს შორის, ხო? ომი არის სხვადასხვაგვარი, ჰიბრიდულია ეს ომი, რომლის ერთი განშტოება არის კონვენციური ომი, მეორე განშტოება არის ფსიქოლოგიური, მესამე არის საინფორმაციო, მეოთხე არის ეკონომიკური, მეხუთე არის ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ომი იმ განსაზღვრებით, როგორიც ის იყო ცივი ომის პირობებში, ან მეორე მსოფლიო ომის დროს აღარ არის ეს განსაზღვრება, ეს შიგთავსი უბრალოდ აღარ არსებობს. იცის თუ არა ბატონმა აბაშიძემ ეს ყველაფერი, გასაკვირველია იცის, მაგრამ ერთ წამს მოდი დავუბრუნდეთ მის ინტერპრეტაციას ომისა და გავიმეოროთ, რომ მართალია ოღონდ თითქოს და ეხლა ერთ დოკუმენტს გაჩვენებთ მე თქვენ და ასერ რომ ჭირდება უბრალოდ სამწუხაროდ წინასწარ არ დამისერჩავს, მაგრამ მე რაიული და სასერჩი არაფერი არ არის, უბრალოდ რამდენიმე სიტყვა უნდა ავკრიფო Google-ში. საქართველოს ეს არის კი ბატონო. პუნქტი რომ არ შემეშალოს, პუნქტი მესამე. ესე იგი პირველი თუ გნევთ პირველი პუნქტი ჯერ. ამიერიდან საქართველოს ხალხის სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველოს სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო 1900 მიხვდებოდით 1918 წლის 26 მაისი. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკა, მეორე მუხლი. მესამე მუხლი. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა. ბატონი აბაშიძეც თუმთლად გულახდილები ვიქნებით, ახლა საუბრობს ომში იმარჯვებს ის ჩვენს турბულენტურ პერიოდში. იმარჯვებს ის, ვინც როგორ ამბობს, კიდევ ერთხელ მოусმინოთ ბატონ აბაშიძეს. ბოდიში. მაში არ მონაწილეობს. თუ არ მონაწილეობდით ჩვენ ამ საერთაშორისო დაპირისპირებაში, რუსეთს უთხარით, რომ ჩვენ ვართ ნეიტრალური სახელმწიფო გასული საუკუნის 20-იან წლებში 100 ცოტა მეტი წლის წინ. მე უკვე 7 მაისს 1920 წელს რუსეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში იგივე გავიმეორეთ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ რუსეთს დავეპყარით 1921 წლის თებერვლის მიწურულს, ისე თქვა თებერვლის მიწურულს შემოვიდა და მალევე რამდენიმე დღეში მარტში კი გაგრძელდა აქა-იქ ბრძოლები, დაპირისპირება, მერე კიდე გაგრძელდა განა არა, მაგრამ რუსეთმა მაინც დაგვიპყრო, ანუ ჩვენი ეგრეთ წოდებული ნეიტრალობა, ეგრეთ წოდებული მიუმხრობლობა, ეგრეთ წოდებული პირობა იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო ომიანობაში არ მონაწილეობთ, ჩვენ
ჩვენი დამცავი, ჩვენი ფარი, ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვისა და უსაფრთხოების გარანტია სულაც არ ყოფილა. ბატონი აბაშიძე გაგიკვირდებათ და ამას გულისხმობს, ანუ არ მონაწილეობთ, მაგრამ მეორე მხრივ ეხლა მე რო თქვა და ღიად რომ გითხრათ, რომ დიდი ბიჭები რომ დასხდებიან, როდესაც ეს ომი, თუ მაინც და მაინც ომია და ომია, ოკეი, დასხდებიან და გაარჩევენ ერთმანეთთან საქმეს, ვისი რა უნდა იყოს. თუ საქართველოს არ ექნება მკაფიო და თავისუფლების სადარაჯოზე ყოფი, თავისუფლების მცველი პოზიცია, თუ საქართველო არ იტყვის ამ თავითვე თუ არ იტყვის, რომ ჩვენ ვართ ისტორიის ნათელ მხარეს, ანუ დაჩაგრულის ამ შემთხვევაში უკრაინის მხარეს, თუ ჩვენ არ ვიტყვით, რომ ვიცავთ, ვეხიდებით უკრაინას არა მაინც და მაინც კონვენციური ელემენტებით, ანუ ბრძოლებში კი არ მონაწილეობთ, იქ მოხალისეები და ჩვენ ლეგიონები მონაწილეობენ ისედაც ხელისუფლებად წოდებული ბანდის ნებართვის გარეშე. თუ საქართველო არ იტყვის, რომ ჩვენ თუნდაც ჰუმანიტარულად, თუნდაც განცხადებების დონეზე, თუნდაც ვერბალურად, თუნდაც კონცეპტუალურად, თუნდაც ღირებულებებით, თუნდაც ფორუმებზე, კონფერენციებზე და ასე შემდეგ ვართ უკრაინის მხარეს და არ ვართ ამ ოკუპანტების მხარეს, რომელთანაც ჩაეთრა დღეს მოდიში ამ სიტყვისთვის ირაკლი კობახიძე ჩაეთრა აშხაბადში, მაგრამ შეხვდა იქ პუტინს. ამ შემთხვევაში დიდი ბიჭები რომ დასხდებიან, იტყვიან, რომ ამ ქვეყანას რა პოზიცია ჰქონდა მაშინ, როდესაც მსოფლიოს უჭირდა. თუ მოლდოვას ჰქონდა სწორი პოზიცია, საქართველოს რატომ არ ჰქონდა ეს სწორი პოზიცია და ვინ-ვინ და ბატონმა აბაშიძემ წესითა და რიგით იცის ბალიშზე რომ დებს ხოლმე თავს, რომ დიპლომატმა კაცმა, რომ საქართველოს ახლა სწორედაც რომ სწორი მართებული პოზიცია არ აქვს. კვლავ ვიმეორებ, არ აქვს და ომში ჩართვა კი, არავინ ომში ჩართვას კი არავინ გთხოვს ჩვენ, არავინ ითხოვდა, არავინ გთხოვს და არავინ მოგთხოვს. და თუ არა და მოვიდეს ბატონი აბაშიძე უშუალოდ ჩემთან ინტერვიუს და ამაზე გთხოვდნენ თუ არა ომში ჩართვას, ამაზე ვისაუბროთ. მოვიდეს ფორმულაზე, ისიც ხო არ მიიჩნევს, რომ ეს კეზერაშვილის ტელევიზიაა და ასე შემდეგ, აქედან გამომდინარე არ მოვა. აი ღია შეთავაზებას უკეთებ, მოვიდეს, უგნებავთ დებატი გავმართოთ, ანუ მე კი არ ვიქნები დებატორი, არამედ ასევე დიპლომატი, რომელსაც ის დაადებს ხელს, მეთქი ხმამაღლა თქვა, იქნება მისი კოლეგა, მის მიმართ კრიტიკული, მისი აზრის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანი იყოს, მასთან დაპირისპირებული, მასთან დებატში შევიდეს, ყოველგვარი ეთიკის ნორმების დარღვევის გარეშე, რასაც თუნდებავთ გარეშე, რასაკვირველია, თუნდებავთ დამოუკიდებელ პლატფორმაზე, არა ფორმულაზე მე ვიქნები, გნებავთ ბატონი ცაგარეიშვილის ამ საკითხზე, გნებავთ ბატონი აბაშიძის სხვა საკითხზე, ამ საკითხზე, პოლიტიკი გნებავთ, მე აღარ ვერ ვიქნები მოდერატორი სხვაგან, მაგრამ სხვასთან მიდით, თუნდაც არის რამდენიმე პლატფორმა, სადაც მართავენ ამ დებატებს და ონლაინ პლატფორმები და იქ ილაპარაკეთ ის, რასაც ლაპარაკობთ ცაგარეიშვილთან, რომელიც თქვენ ამ კითხვაზე ყოველ შემთხვევაში ანონსის მიხედვით პასუხს ვერ გცემთ და ვერ გიბრუნებთ. კითხვის პასუხის შემდეგ, თქვენი პასუხის შემდეგ ბატონო ზურაბ ვერ აბრუნებს, იმიტომ კი რომ არ იცის. სასაკვირველია იცის, აკი გითხარით მას 480 თუ 960 და შესაძლოა 1920 2-ზე რომ გავაბრალოთ წიგნი საკითხული ექნება, რა ვიცი, რამდენად 1920, მაგრამ 1500-ზე წიგნზე მეტი ნამდვილად მისი კოლეგებისაგან განსხვავებით, რომლებიც იმავე იმედზე და არა მარტო იმედზე მუშაობენ, კლად გულახდილებით თუ ვიქნებით, თვითკრიტიკულებიც რომ ვიყოთ ყველად, მაგრამ კითხვის დაბრუნება არ არის მხოლოდ კითხვის დასმა და დაბრუნება მხოლოდ წიგნთა საკითხულ წიგნთა რაოდენობაზე, აქ არის კრიტიკული აზროვნების და სახელისუფლო დინებიდან ამოვარდნის სურვილზე დამოკიდებული და ქალბატონ ცაგარეიშვილს გაუბედავ და ვიტყვი, იგათოგი და იმისა მომიტანე წყალი. ხო, გაუბედავ და ვიტყვი, ქალბატონ ცაგარეიშვილს აი ეს სახელისუფლო დინებაში ყოფნა სურს და არა გასვლა და სახელისუფლო დინებიდან ყველა ვიმეორებ, რომ ვიწევ მასაც და ბატონ აბაშიძესაც თუ რომელიმე სურვილი ექნება, გნებავთ ჩემ გადაცემაში და გნებავთ ჩემთან გადაცემაში, უშუალოდ ჩემთან საუბარში, ან დონებავთ დებატი მოვაწყოთ. ამ საკითხზე ვერ დაიცავს საქართველოს ომიდან ეგრეთ წოდებული გასვლა. პირიქით, საქართველოს დაანგრევს ეს, საქართველოს უნდა ჰქონდეს მკაფიო, ღირებულებითი პოზიცია და თუ ჩემი არ გჯერათ,
თქვენ გამოცდილ კაცს დიპლომატ ზურაბ აბაშიძეს მიმართავ, კვლავ ვიმეორებ, ნებისმიერი პირი, აი ვისაც იტყვით, ასე გარკვეული ცალკეული იმ პირების გარდა, რომლებიც თქვენთან ერთად არიან და ახლა არ დამასახელებინოთ ის ადამიანები, ის პერსონები, რომლებიც ყოველი 10 პოსტიდან 7 ფეხბურთს უძღვნიან. პოლიტოლოგები რო ქვიათ და ექსპერტები, მათზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ პირებზე, რომლებიც თქვენგან დამოუკიდებლები არიან და მიდისგან, აი რუსეთის მიდისგან დამოუკიდებლები არიან, იქაურ ჟურნალებში სტატიებს არ აქვეყნებდნენ და მე არ შლიდნენ იმ ადამიანებზე, ნუ გამახსნევინეთ ფრჩხილებს, იცით თქვენ ისეც ლაპარაკობ, ვისაც გულისხმობ ფრენდებში მყავს ის ადამიანები. მესამე ნაწილი თუ არის, არც მახსოვს, ალბათ არის, იმიტომ რომ 22 წამია გასული და სულ 58 წამიანი ანონსია. არ მონაწილეობა იქნება ჩვენთვის ყველაზე დიდი გამარჯვება. სიტყვილი. ეხლა არის ბრძოლა გადარჩენაზე. დიდასაკვირველი, ეხლა არის ბრძოლა გადარჩენაზე, ოღონდ გადარჩენას, ქართული სახელმწიფოს გადარჩენას კი არ უზრუნველყოფს თქვენი ნაცნობი, მოდი ასე ვიყო, ორივესი მაღალი ალბათობით ზურაბ აბაშიძის ნამდვილად. ბიზინა ივანიშვილი ის უზრუნველყოფს საქართველოს ჩაჩეხვას. არ გჯერათ ჩემი, კვლავ ვიმეორებ, კიდევ ერთხელ, მე-4-ით, მე-5-ით თუ მე-6-ით. მოდით და გავარჩიოთ ეს საკითხი დამოუკიდებელ ექსპერტთან, დიპლომატთან. გავარჩიოთ ეს საკითხი, ვიბრძოლოთ აკადემიურად ვიბრძოლოთ, ყოველგვარი ერთმანეთის დაბუნათების და დანაშაულების გარეშე და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა გავბედავ და ვიტყვი, ვერ გარისკავს ბატონი აბაშიძე მოსვლას. დაიგნორებს ამ ჩემს შემოთავაზებას. არ უნდა ვინმეს ფორმულაზე მისვლა, მე მივალ ქალბატონ საგარეიშვილთან იმედზე გახსნან კარი. მე მივალ ქალბატონ საგარეიშვილთან იმედზე, ალბათ ამ გადაცემას არ აქვს ეს ფორმატი ამდენად ცხელი, მაგრამ ნებისმიერ გადაცემაში ბატონ აბაშიძესთან დებატებში მივიღებ მონაწილეობას. არ არის ჩემი კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს, რასაკვირველია აქვს სრული უფლება აქვე ვიტყვი. დიპლომატების მეტი რა არიან? დიპლომატების მეტი რა არიან, ვინც იმედზე, ანუ მათ მოედანზე დაუჯდება, ხო დემოკრატიაა და ხო და აღმოფხრათ ეს დაპირისპირება ჩვენ ქვეყანას არ აქვს, ბატონი აბაშიძე ბრძანობს დაპირისპირების რესურსი კი არა, უფლება მოცემულ ეტაპზე კინკლაობის თუ რაღაც სხვა სიტყვას ხმარობს. აი, მივცეთ მაგალითი. ეს სიყალბეები ბოდიში რა, ეს სიყალბეები და სადღეგრძელოები, რომ უნდა დავასრულოთ დაპირისპირება თუ კინკლაობა. ოღონდ მე იგივე არხზე, ამავე არხზე დაპირისპირებისა და კინკლაობის თვალსაჩინოებების წინ წამოწევა, ხო, ერთმანეთთან შეუსაბამო. განვაგრძოთ ბატონი ზურაბ აბაშიძის მოსმენა. ხო არ მიწყინეთ ქალბატონ თამარ, ბოდიშს ვიხდი. ხიად ვლაპარაკობთ, საწყენად არა. ასევე თივე ვიდეო ბლოგით შეგიძლიათ გავამეხმაუროთ. კვლავ ვიმეორებ თქვენ იმედის და არა მხოლოდ იმედის. მათ შორის კრიტიკული მედიის ჟურნალისტთან, არ ვიცი, 94%-ზე მეტი წიგნი გაქვთ წაკითხული. განა ეს რამეს. ამ შემთხვევაში და ამ კონტექსტში ნიშნავს კი? მეცაც გეტყვით, გავარებოთ სხვებს თავი რა უფლება მაქვს. სხვებზე ლაპარაკის სხვათა წიგნთა რაოდენობაზე, თუმცა ლიზა ციციშვილი, ხო? ლიზა ციციშვილი წიგნებს კითხულობს სიუჟეტამდე ამოსულ თქვისას ჭამს პირდაპირ მნიშვნელობით იმას მართლა ვერავინ ვერ გავეჯიბრებით. ჩვენთან მუშაობს არაჩვეულებრივი გოგოა. ქეთუშია იგნატოვას შვილი, თქვენ ხო იცნობთ ქეთუშია იგნატოვას ქალბატონ თამარ. მაგრამ აი ლიზას თავი დავარებოთ ის რაღაც ტოპ 5-ში, ხო? სხვებს მეც გარკვეულზე მაღალი ალბათობით, ან გარკვეული ალბათობით, ახლა ჩვენ რო ვილაპარაკოთ ძმებ კარამაზოვებზე, ქალბატონ თამარის ცოდნა ძმები კარამაზოვებისა, ჩემზე მეტი, ჩემზე უკეთესია. კი ბატონო. ვერ გავიგე. საოცარი რა? ისა დოსტოევსკი? ხო, და ინგამ კარდახობს, რომ საოცრად იცის თამარმა დოსტოევსკიო. ინგამ ბევრად უკეთ იცნობს თამარს. თლად გულახდილებით უიქნებით. განვაგრძოთ, ბოდიშს ვიხდი გამექცა სიტყვა. ეგზისტენციალური ბრძოლა. ეგზისტენციური მაინც ჯობდა. საბოლოო ჯამში ყველას გაცილებით მეტი გვაერთიანებს ჩვენ ვიდრე გვაშორებს. ვიდრე გვაშვორებს. ყველას ვის, ბატონო ზურაბ, ბოდიშს ვიხდი
გამი საერთო გონიათ რომ თქვენ მე საკუთარ თავზე არ ვლაპარაკო თქვენ გაქვთ საერთო დიმიტრი სამხარაძესთან ამის თქმა გინდათ ჩემი მეორე სამხარაძე სუმერიდება ხოლმე სამხარაძის გვარის წარმოთქვა იმიტომ რომ მგონია რომ ეწყინება არ ეწყინება რა საკუთარ მაგრამ მაინც თქვენ გონიათ რომ მეტი გაქვთ საერთო დიმიტრი სამხარაძესთან თუ ირაკლი ზარქუასთან ვიდრე განმასხვავებელი მართლა ასე ფიქრობთ თქვენ ირაკლი აბაშიძე პოეტი აკადემიკოსის შვილს ოენავ ჩემო დედა ოენავ ისიც რო კითხოთ ბატონ დიმიტრი სამხარაძის ვისი ლექსიაო შეიძლება გითხრათ რომ ლექსია არ არის ეს საერთოდ დაზნამცინიო შეიძლება ეს გითხრათ თქვენ რომ გითხოთ მე არ გითხავ არაფერი საქმე არ მაქვს მაგრამ თქვენ რო გითხოთ ამით შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ ფაქტის კონსტატაციაა ეს თქვენ გგონიათ რომ მეტი გაქვთ საერთო კარგით ეს დიმიტრი სამხარაძე ერთი ბანდიტი კაცი ვახსენე და მაგალითად გია ვოლსკისთან რომელიც დიპლომატიაშიც იყო თქვენ ასე გგონიათ მართლა და ბიზინა ივანიშვილი ამ საერთოებს ეძებს თუ განმასხვავებლებს ეძებს გამყოფებს ეძებს და კიდევ უფრო მეტად ყოფს საზოგადოებას კითხვა მაქვს მხოლოდ და მხოლოდ აი ინტერვიუზე რომ მოხვიდეთ ჩემთან დავსხდეთ ერთმანეთის პირისპირ ბიზინა ივანიშვილი ამას გკითხავთ ბიზინა ივანიშვილი უფრო მეტად ყოფს თუ უფრო მეტად აერთიანებს საზოგადოებას რა უნდა მიპასუხოთ თუ თქვენ მიპასუხებთ რომ ბიზინა ივანიშვილი უფრო მეტად ყოფსო მართალი პასუხი იქნება მაგრამ კი ბოდიშებთ მისთვის სიტყვისთვის დაგერხევათ კარზე ბიზინა ივანიშვილისა და თუ მე პასუხებთ რომ ბიზინა ივანიშვილი უფრო მეტად აერთიანებსო თვალსაჩინოებებს ათეულობით თვალსაჩინოები მოძიებულიც მექნება გულახდებოდ გეტყვით ანუ კი არ გამახსენდება მაინც და მაინც იმ მომენტში იმ წამს არამედ მოძიებულიც მექნება ათეულობით მაგალითი ხო მოვიზიებთ ინგა რა უნდა რა პრობლემაა როგორ ყოფს ბიზინა ივანიშვილი პერსონალურად და მისი ხელისუფლება სახელმწიფო ვერტიკალი საზოგადოებას ერთ ადამიანს მეორე ადამიანისაგან როგორ აშორებს ერთმანეთისაგან ოჯახებში როგორ არის ეს თქვენ და ქალბატონ თამარმა იცით რასაც ნიშნავს ეს სიტყვა ბევრმა არის ის სქიზმა როგორც ასეთი გაყოფა გასპლიტვა თუ გნებავთ ასე ვიტყვი და ამიტომაც ვერ მოხვალთ ბატონ სულაფა იმიტომ კი არა მე ხარ თქვენ რაღაც მოგიგეთ სიტყვაში რას ლაპარაკობთ რომ მოხვიდეთ შეიძლება დამამარცხოთ კიდეც მაგრამ დამამარცხოთ სიტყვაში მაგრამ ვერ მოხვალთ იმიტომ რომ ამ კითხვების მოსმენა არ სურს არათუ ხელისუფალს არამედ თქვენს კი რა და ოენავ ჩემო დედა ოენავ შენ ჩვენო ნიჭოს რბოლავ და ფრენავ ანუ ირაკლი აბაშიძის შემოქმედებაზე ვერ გაგეჯიბრებით რასაკვირველია მაგრამ განვაგრძოთ 59 წამია გასული კიდევ 9 წამი დაგვრჩა ანუ 58 წამიანია ბოდიშ ვიხდი შეიძლება არც არის დაბადებითი პატარა მონაკვეთი ბატონი ზურაბის მოსაზრებების ანონსი არც ვიცი აღარც მახსოვს პოლიტიკის მეცნიერებათა არც არის დიახ დოქტორი მე უკვე მოუსმინე მე უკვე არის ანონსი კონკრეტულად როდის გავა ეს გადაცემა იმედზე არ ვნახავ მეთქი ეს თქვი იცი ქალბატონ თამარმაც და სხვებმაც იციან ბატონმა ზურაბმაც იცის პრინციპში მე კი მაქვს მისი ნომერი მაგრამ მას მაღალი ალბათობით არ აქვს ჩემი ტელეფონის ნომერი ჩავთვალოთ რომ ღია შეთავაზებაა გნებავთ ტელეკომპანია ფორმულაში გნებავთ ტელეკომპანია იმედში გნებავთ დისკუსიის გნებავთ დებატის გნებავთ ჩემთან უშუალოდ გნებავთ მოვიყვანოთ დიპლომატი გოჩა ჯავახიშვილი მაგალითად ბატონ ზურაბ ხო არ იქნებით წინააღმდეგი პრინციპში თუ გნებავთ შედარებით ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ყოფილი მინისტრები ყოფილი ელჩები მოქმედ ელჩს ვერ დაპირდებით ახლა იმიტომ რომ მოქმედ ელჩი ყველა პრაქტიკულად სახელმწიფო სამსახურშია ხო რა ვიცი ადამიანები რომლებიც დგანან აქციებზე ადამიანები რომლებიც არ დგანან აქციებზე ნებისმიერი თაობის წარმომადგენელი ხო რომელიც დიპლომატებისა და ექსპერტებისა რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი ხელისუფლების მიმართ კულტურული ადამიანები ანუ უკულტუროები არც მახსენდება ვინმე უკულტურო მაგრამ მაინც ბობძანდით და აი იმაზე რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი გამოაცხადა პრაქტიკულად ანუ მიუმხრობლობა 20-იან წლებში 1918-ში და მე 20-ში ხო და ახლა თქვენ რომ ბრძანებთ რომ ახლა უნდა გადავრჩეთო ჩვენო გასაკვირად უნდა გადავრჩეთ აბა ვინ ოხერი ვინ უარყოფს ამას მაგრამ ახლა ჩვენ ესე ჩუმად რუსებს რო აქვთ თქვენ უკეთ გეცოდინებათ ნიჟეტრავი ხო აი ბალახზე უფრო დაბლა და წყალზე უჩუმრად მოძრაობა თუ გადაგვარჩენსო ჩემი აზრით ტყუილი
განცხადებაა ეს. მაგრამ ტყუილი რო ამას დაგისაბუთებთ, მეც და თუ ვინმესთან მიიღებთ დებატში მონაწილეობას. მოდით აღმოვხრათ ეს უბსკრული ახლა ჩვენ ხომ ამ ტურბულენტურ ზონასა თუ პერიოდსა თუ ვითარებაში კინკლაობის დრო არ აქვს. არ გთავაზობთ კინკლაობას, მსჯელობას, აკადემიურ მსჯელობას გთავაზობთ. თქვენ უშუალოდ თქვენ ყველა ერთ-ერთი ხართი არ ვიცი უხეშად ხუთეულიდან რომელსაც ბიზნე ივანიშვილი ვერ დასჯის. რა უნდა დაგაკლოთ ახლა? მამის სახელს ხო არ წაგართმევთ? შეიძლება ვატო თქვენი ძმა გაათავისუფლონ გარკვეული პერიოდის შემდეგ სამსახურიდან, არც მას კარგ გამომრიცხავ პრინციპში, მაგრამ მეორე მხრივ ეხა თქვენი გამოცდილების კაც ამგვარი რამ არ უნდა აფრთხობდეს თვითკმარი იყავით ყოველთვის ხართ და იქნებით ღმერთმა ჯანი მოგცეთ. მე თქვენი ოპონენტი ვიყავი ვარ და ვიქნები. მე მიმაჩნია რომ თქვენ უზარმაზარი რამე ავნეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს. თქვენი ინსტრუქციების თანახმად მოქმედებდა სხვადასხვა მინისტრის დროს, მათ შორის ზალკალიანის დროს საგარეო უწყება. თქვენ უკრძალავდით ჩემი ვერსიით საგარეო საქმეთა სამინისტროს კი არა მხოლოდ, არამედ მთლიანად სახელმწიფო ვერტიკალში მოქცეულ პირებს რუსეთის აუგად კრიტიკულად მოხსენიებას, იმიტომ რომ თქვენ გქონდათ ურთიერთობები კარასინთან და ასეთი თხოვნაც იყო კარასინისაგან, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ უნდა აკრიტიკონ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება, რომელსაც არც გაგაცნობთ ამ გადაცემის, შესაძლო გადაცემის დროს 32 წუთი გამოვიდა ამასობაში. მე კი აქ მაქვს ეს მჟუტავი იმედი, რომ ვინმე მაინც იქნება გულადი ქართული ოცნების მომხრეებიდან. როგორი იდეალისტი ვარ არა. ნახვამდის.